უძველესმა ცივილიზაციებმა ჩვენ ძალიან ბევრი უცნაური და ამოუხსნელი რამ დაგვიტოვეს. რაც უფრო ძველია აღმოჩენა, მით უფრო წარმოუდგენელი ხდება მისი ახსნა და დეტალების გარკვევა. აი მაგალითად ლედი დაი, იგივე სინძუი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ შემონახული მუმია. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახე შეშუპებულია და ძლიერაა დეფორმირებული, მისი კანი ჯერ კიდევ რბილია, არავითარი ნაოჭები და გვამური კრუნჩხვა არ შეინიშნება, ხოლო ხელებისა და ფეხების მოხრა კვლავ შესაძლებელია. შინაგანი ორგანოები შენარჩუნდა, ხოლო ვენებში კვლავ არის სისხლი. როგორ შეძლეს ამის მიღწევა ძველად მცხოვრებმა ხალხმა? სანამ სხვა მუმიები მცირედ შეხებაზეც კი იშლებიან, ლედი დაის მუმიის მდგომარეობამ ექიმებს საშუალება მისცა, რომ მისი გარდაცვალებიდან 2100 წლის შემდეგ სრულფასოვანი გაკვეთა ჩაეტარებინათ. მათ არა მხოლოდ სიკვდილის მიზეზის დადგენა შეძლეს, არამედ ბევრიც შეიტყვეს მისი ცხოვრების შესახებ, მისი სისხლის ჯგუფის დადგენაც კი მოხერხდა. ლედი დაის გაკვეთა უძველესი ადამიანის შესახებ ყველაზე დეტალური სამედიცინო პროფილია, რაც კი ოდესმე შექმნილა. მუმიები ეს ადამიანებისა და ცხოველების გარდაცვლილი სხეულებია, რომელთა კანი და შინაგანი ორგანოები ბუნებრივად ან განზრახ არის შემონახული. ქსოვილების დაშლა შეიძლება შეჩერდეს ჰაერის ნაკლებობით, დაბალი ტენიანობით, ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ტემპერატურით ან ქიმიური ზემოქმედებით. ეს ნიშნავს, რომ სხეული არ იშლება მანამ, სანამ ის მშრალ და ერთგვაროვან გარემოში ინახება. მუმიები ყველა კონტინენტზე აღმოუჩენიათ, მაგალითად ეგვიპტეში მილიონზე მეტი ცხოველის მუმიაა ნაპოვნი, მათ შორის უმეტესობა კატაა. ძველ ეგვიპტეში, როდესაც ფარაონი კვდებოდა, ითვლებოდა, რომ ის უბრალოდ იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში გადადიოდა და ერთ-ერთი იმ ღმერთთაგანი ხდებოდა, რომლებსაც იმ დროს ხალხი ეთაყვანებოდა. ეგვიპტელებმა მუმიფიცირების პროცესი გამოიყენეს, რათა სხეულები შეენარჩუნებინათ და მათი დაშლა აეცილებინათ თავიდან. განზრახ მუმიფიცირება პირველად მეორე დინასტიის პერიოდში ძველ წელთაღრიცხვით 3400 წელს დაფიქსირდა. მალე ის ეგვიპტური დაკრძალვის რიტუალის განუყოფელი ნაწილიც გახდა, თუმცა ეს ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ზოგჯერ 70 დღეც კი სჭირდებოდა სხეულის სწორად ბალზამირებას. აზიის რეგიონში კი მუმიები შემთხვევით ნარჩუნდება, რადგან ადამიანებს იმ ადგილებში კრძალავენ, სადაც გარემო თვითონვე ქმნის პირობებს სხეულის შენარჩუნებისთვის. ამიტომ აზიურ მუმიებს ყველაზე ხშირად ირანის უდაბნო რეგიონებსა და ტარიმის აუზში პოულობენ. მუმიებს პოულობენ უფრო ტენიან აზიურ კლიმატშიც, მაგრამ მათი აღდგენა ძალიან რთულია, რადგან სხეულები სწრაფად იშლება, როდესაც ისინი უკვე სამარხიდან ამოაქვთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ისინი მცირედ თბილ და ნესტიან კლიმატურ პირობებში ხვდებიან, რაც ხელს უწყობს მათ დაშლას. ლედი დაი იყო არისტოკრატი ჰანის დინასტიიდან და ცხოვრობდა ლინც ჰანის მმართველობის პერიოდში. მისი ცხოვრება მდიდრული იყო და ამაზე მისი სამარხიც მოწმობს. ის სავსე იყო იმ დროისთვის ყველაზე გავლენიანი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი ძვირფასი ნივთებით. აღმოჩენებს შორის იყო ასობით დახვეწილი აბრეშუმის ნაწარმი, სამოსი სხვადასხვა სახის სუნელები, ყვავილები და კოსმეტიკა. ასევე ნაპოვნია უამრავი ლაქით დაფარული ნივთი, მუსიკალური ინსტრუმენტები და მუსიკოსების ფიგურები, ასევე 1000-ზე მეტი სხვა ნივთი. აღმოჩენები ნათლად აჩვენებს, რომ ლედი დაი მდიდრულად ცხოვრობდა და ეს ცხოვრება ძალიან მოსწონდა. ცხადია, მას სურდა თავისი ფუფუნება სიკვდილის შემდეგაც შეენარჩუნებინა. მისი ცხოვრება სავარაუდოდ სწორედ მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. საერთო შეხედულების თანახმად ახალგაზრდობაში ლედი დაი ძალიან ლამაზი იყო და მოგვიანებით საკუთარი თავის ზედმეტად გაანებივრა გემრიელი კერძებით, მაგალითად შხამიანი მორიელი სუბით. საბოლოოდ მისი მცირე ზომის ტანი სიმსუქნეში გადაიზარდა. მისი საფლავის ქვაზე გამოსახული ილუსტრაციები აჩვენებს, რომ ლედი დაი ხელჯოხს ეყრდნობოდა. შესაძლოა მას გადაადგილება დამოუკიდებლად უკვე აღარ შეეძლო, რაც სხვადასხვა დაავადებებზე მიუთითებს, მაგალითად კორონარული თრომბოზი და არტერიოსკლეროზი. ეს დაავადებები უმოძრაო ცხოვრების წესით იყო გამოწვეული. გაკვეთამ ასევე აჩვენა, რომ მას ხერხემლის დისკი ჰქონდა დაცურებული, რაც ძლიერ ტკივილს იწვევდა ზურგში და გადაადგილებას ურთულებდა. ლედი დაის ორგანიზმში აღმოაჩინეს პარაზიტები, რაც სავარაუდოდ ცუდად მოხარშული საკვების მიღებასა და არასათანადო ჰიგიენას უკავშირდებოდა. გარდა ამისა, მას ჰქონდა დაბლოკილი არტერიები, მძიმე გულის დაავადება, ოსტეოპოროზი და ნაღველის კენჭები. ერთ-ერთი ასეთი კენჭი ნაღლის სადინარში იყო ჩარჩენილი და კიდევ უფრო ამძიმებდა მისი სადაც რთულ მდგომარეობას. ლედი დაი დაახლოებით 50 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა, რაც მისმა ცუდმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ გამოიწვია. მისი უკანასკნელი საკვები იყო საზამთრო. ირონიულია, მაგრამ მის სამარხში უამრავი რაოდენობით სამედიცინო წიგნი აღმოჩნდა, რომლებიც ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და დიდხან სიცოცხლეს ეძღვნებოდა. დაფებზე, რომლებზეც ჩინური იეროგლიფები იყო ამოტვიფრული, ტრადიციული ჩინური მედიკამენტების რეცეპტები ეწერა. ისინი გამოიყენებოდა თავის ტკივილის დამბლის, ასთმის, სქესობრივი და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ლედი დაის სამარხი 1971 წელს აღმოაჩინეს არქეოლოგიურ ტერიტორიაზე მავანდუის მახლობლად.
ლედი და ის სხეული 20 ფენად იყო გადახვეული აბრეშუმში და მოთავსებული იყო 4 ფენის კუბოში, რომლებიც ზომებში თანდათან მცირდებოდა, რათა ტენიანობის ოპტიმალური დონე შენარჩუნებულიყო. მისი სამარხი შევსებული იყო ნახშირით, ხოლო ზედა ნაწილში მოთავსებული იყო თიხა. ეს წყალგაუმტარი და ჰერმეტული სივრცე ნებისმიერი ბაქტერიის განადგურებას უზრუნველყოფდა, რამაც სხეულის იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნება გამოიწვია. ლედი და ის სხეული გაჟღენთილი იყო უცნაური მჟავა სითხით, რაც ასევე ხელს უშლიდა ბაქტერიების ზრდას. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს სითხე შესაძლოა თავად სხეულიდან იყო გამოყოფილი და ეს ბუნებრივი ტენიანობა, მაგრამ ბევრი მკვლევარი ამას არ ეთანხმება. დღემდე საიდუმლოდ რჩება თუ როგორ მოახერხა ლედი და ის სხეულმა გახრწნის პროცესთან ბრძოლა, რადგან ბევრი სხვა სხეული, რომლებიც მსგავს იზოლირებულ გარემოში იყო დაკრძალული, ვერ შენარჩუნდა დღემდე. საიდუმლო კიბე. ეს ამოუხსნელი კიბე, რომელიც გიზას პლატოს მახლობლად, აბურავაშის რეგიონში, უდაბნოში აღმოაჩინეს, ბევრ საინტერესო კითხვას იწვევს. ქვის ზედაპირზე ზუსტად ამოჭრილი კიბე რამდენიმე მეტრით ჩადის მიწის ქვეშ, რითაც უძველესი ადგილის მომხიბვლად და ჯერ კიდევ თითქმის შეუსწავლელ განზომილებას ხსნის. ზედაპირზე გაკეთებული სწორი და ზუსტი ჭრილი მიუთითებს მოწინავე ინჟინერიაზე, ხოლო მისი კავშირი გიზის პლატოს ფართო არეალთან მიგანიშნებს, რომ ქვიშის ქვეშ შესაძლოა კიდევ მრავალი საიდუმლო იმალებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ კიბის საბოლოო დანიშნულება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, საწყისი საფეხურები მიუთითებს, რომ იგი შესაძლოა ხილული ზედაპირის ქვეშ ღრმა ნაწილამდე გრძელდებოდეს. შესაძლოა მიწისქვეშა წყლებამდეც კი. როგორც ჩანს, ამ ადგილის გათხრები ახალი დაწყებულია, რადგან სტრუქტურა სავარაუდოდ ქვიშის ქვეშ იყო დამალული, სანამ აღმოაჩენდნენ. ახლა მთავარი კითხვა: ვინ დაიწყო ეს გათხრები და რა იმალება ამ მომხიბვლელი კიბის ბოლოში? ეს აღმოჩენა დამატებით საიდუმლოებას სცენს, ისედაც შთამბეჭდავდა უძველეს ლანდშაფტს. ჰეგრა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მადადინ სალეჰი, არის საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლი. ეს უძველესი ქალაქი განთავსებულია ჰიჯაზის რეგიონში და იგი ნაბატეელთა სამეფოს მეორე ყველაზე დიდი ქალაქი იყო პეტრას შემდეგ, რომელიც დღევანდელ იორდანიაში მდებარეობს. ჰეგრა განსაკუთრებულია თავისი არქიტექტურული სილამაზითა და ისტორიული მნიშვნელობით. ჰეგრა ნაბატეელთა სამეფოს ნაწილი იყო, რომელიც დაახლოებით ძველ წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში დაარსდა და აყვავდა ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში. ნაბატეელები იყვნენ არაბი ხალხი, რომლებიც ცნობილი იყვნენ სავაჭრო მარშრუტის კონტროლით და უნიკალური კლდოვანი არქიტექტურით. ჰეგრა სტრატეგიულად იყო განლაგებული სავაჭრო გზების გასწვრივ, რაც მას მნიშვნელოვან კომერციულ ცენტრად აქცევდა. აქ გადიოდა ცნობილი გზები, რომლებიც ინდოეთს, არაბეთს და ხმელთაშუა ზღვას აკავშირებდა. ჰეგრაში მდებარეობს 131 კლდოვანი საფლავი, რომლებიც მასიურ ქვაშია გამოკვეთილი. ეს საფლავები შესანიშნავად ასახავს ნაბატეელთა არქიტექტურულ უნარებს და რწმენას. საფლავები დეკორირებულია დეტალური რელიეფებით და წარწერებით, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას ნაბატეელთა კულტურის, რელიგიისა და სოციალური სტრუქტურის არსებობაზე. ნაბატეელები ღრმად იყვნენ დაკავშირებული ბუნებასთან და რელიგიურ მრწამსთან. ჰეგრაში ნაპოვნი არტეფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ აქ არსებობდა მზის, მთვარის და სხვადასხვა ღვთაებების კულტი. ჰეგრა დღეს საუდის არაბეთში ტურიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 2019 წელს ვიზების გაცემა დაიწყო ტურისტებზე. ტურისტებს შეუძლიათ დაათვალიერონ კლდოვანი საფლავები, უძველესი წარწერები და შესანიშნავი ლანდშაფტები. ნამიბიის ფერიების წრეები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და გამორჩეული ბუნებრივი ფენომენი. ეს წრეები ფართოდ ხდება ნამიბიის უდაბნოში და მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ ბუნებრივ ფენომენად. ფერიების წრეები არის მრგვალი, მცენარეებით უხვად გარშემორტყმული შიშველი ქვიშის ადგილები, რომლებიც უდაბნოს ლანდშაფტს არაორდინალურ იერს აძლევს. თითოეული წრე ზომით რამდენიმე მეტრიდან შეიძლება 20 მეტრამდე დიამეტრის იყოს. ფერიების წრეების წარმოშობის შესახებ უამრავი თეორია არსებობს, თუმცა ორი ყველაზე მთავარი ჰიპოთეზაა. მეცნიერები თვლიან, რომ წრეები შესაძლოა ტერმიტების მუშაობის შედეგი იყოს და ტერმიტები ნიადაგში აშენებენ სისტემას, რომელიც წყლის კონცენტრირებას უწყობს ხელს და ეს იწვევს მცენარეების განსხვავებულ განაწილებას. სხვა თეორიის თანახმად, მცენარეებს შორის წყლის რესურსებზე მიმდინარეობს ბუნებრივი კონკურენცია, რაც ქმნის ასეთ უნიკალურ ფორმებს. ფერიების წრეები ასახავს ბუნების თვითორგანიზების უნარს, რაც ეკოლოგებს და გეოლოგებს დიდად აინტერესებთ. ეს ადგილი ტურისტებისთვისაც გამორჩეულია, რადგან წრეების ნახვა შორიდან საოცარ თითქმის არამიწიერ სანახაობას ქმნის. ადგილობრივი ხალხისთვის, რომელსაც ჰიმბატომი ჰქვია, ფერიების წრეები სულიერი და მითოლოგიური დატვირთვის არის. მათთვის ეს არის ღმერთების ნაკვალევი ან ფერიების ცეკვის ადგილი. სწორედ აქედან გამომდინარე დაარქვეს მას ეს სახელიც. ნამიბიის ფერიების წრეები დღემდე რჩება სამეცნიერო კვლევის და ტურისტული ინტერესის საგნად. ეს უნიკალური ფენომენი ბუნების გამორჩეულობას და დედამიწის საოცარ მრავალფეროვნებას ასახავს.
ქალაქი მოჩვენება. ნამიბიაში უდაბნოს შუაგულში მდებარეობს კოლმანსკოპი, ერთ დროს აყვავებული სამთო დასახლება, ხოლო ახლა მიტოვებული ქალაქი მოჩვენება, რომელიც ბუნებამ თითქმის მთლიანად ქვიშით დაფარა. მისი ისტორია 1908 წელს იწყება, როდესაც გერმანელებმა აქ შემთხვევით აღმოაჩინეს ალმასები. ამ აღმოჩენამ დიდი ალმასის ციებ-ცხელობა გამოიწვია, რაც ნამიბიის უდაბნოში უამრავ ადამიანს იზიდავდა. რამდენიმე წელიწადში კოლმანსკოპი გადაიქცა მდიდრულ დასახლებად, რომელიც თანამედროვე ევროპული ქალაქის მინიატურული ვერსია იყო. აქ იყო ევროპული სტილის ვილები, თეატრი, კაფეები, სარეცხის ქარხნები და საავადმყოფოც კი, სადაც პირველი რენტგენის აპარატიც კი მიიტანეს აფრიკაში. თუმცა 1920-იანი წლებისთვის ალმასების მარაგი ნელ-ნელა ამოიწურა. სულ 12 წელიწადში მოსახლეობამ გააქრო იქ ალმასი. როდესაც სამხრეთი ორმანშას მახლობლად აღმოაჩინეს ახალი, უფრო მდიდარი ალმასების საბადოები, მოსახლეობამ ქალაქის დატოვება დაიწყო და 1956 წელს კოლმანსკოპი საბოლოოდ მიტოვებული გახდა. დღეს ქალაქი თითქმის მთლიანად ქვიშით არის დაფარული. დიუნების შენობებშია შეჭრილი და ოთახები თითქმის მთლიანად ქვიშაშია ჩაფლული. დიუნი ქვიშიანი ბორცვი ან ბორცვებია, რომელიც წარმოიქმნება მცენარეულობით გაუმაგრებელ ქვიშიან ზედაპირზე, ზღვის, ტბის ან მდინარის ქვიშიან სანაპიროებზე. კოლმანსკოპი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ლოკაცია გახდა. განსაკუთრებით ფოტოგრაფებისთვის, რადგან მისი სურეალისტური გარემო უნიკალურ სანახაობებს ქმნის. ეს ქალაქი ასახავს გერმანული კოლონიალური წარსულის მნიშვნელოვან პერიოდს. ხოლო მისი მიტოვება გვახსენებს ბუნების ძალას და იმას, თუ როგორ შეუძლია ბუნებას დაიბრუნოს ადამიანის მიერ შექმნილ. კოლმანსკოპი დღეს გვიამბობს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სიმდიდრე და აყვავება დაიცალოს მნიშვნელობისგან და დარჩეს მხოლოდ ქვიშით დაფარული წყდიადი. თოვლი საჰარას უდაბნოში. საჰარას უდაბნო, რომელიც ცნობილია თავისი უკიდურესად დიდი სიცხითა და მშრალი კლიმატით, ზოგჯერ მოულოდნელად თოვლის საფარით იფარება. ეს იშვიათი მოვლენები განსაკუთრებით აღინიშნება ალჟირის ქალაქ აინ-სეფრას მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია როგორც უდაბნოს კარიბჭე. 1979 წელი. თებერვალში პირველად დაფიქსირდა თოვლი საჰარაში, რამაც მოძრაობის შეფერხებაც კი გამოიწვია. 2016 წელი. 27 წლის შემდეგ 9 დეკემბერს აინ-სეფრაში კვლავ მოთოვა. თოვლის საფარმა რამდენიმე სანტიმეტრს მიაღწია და ერთი დღის განმავლობაში შენარჩუნდა. 2018 წელი. 7 იანვარს თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში გაკვირვება და ცოტა არ იყოს შიშიც კი გამოიწვია. 2021 წელი. იანვარში აინ-სეფრას რეგიონში კვლავ დაფიქსირდა თოვლი, რაც კიდევ ერთხელ მოხდა მედიის ყურადღების ცენტრში. ეს იშვიათი თოვლის მოვლენები დაკავშირებულია ატმოსფერულ ცვლილებებთან, მათ შორის ცივი ჰაერის მასების სამხრეთით გადაადგილებასთან, რაც იწვევს ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას და ნალექის თოვლის სახით ჩამოსვლას. თოვლის მოსვლა საჰარაში იწვევს დროებით მოძრაობის შეფერხებას და ადგილობრივი მოსახლეობის გაკვირვებას და შიშს, თუმცა ასევე ქმნის შთამბეჭ და ვიზუალურ სანახაობას, სადაც თეთრი თოვლი წითელ ქვიშასთანაა შერწყმული. ამგვარი იშვიათი მოვლენები გვახსენებს, რომ ბუნება სავსეა სიურპრიზებით და ყველაზე არაპროგნოზირებად ადგილებშიც კი შესაძლებელია მოწმენი გავხდეთ უჩვეულო მოვლენებისა. 8099. სწორედ ამდენი ჯარისკაცი იცავდა იმპერატორის სამარხს ჩინეთში ცინების დინასტიის მმართველობისას. ცინ ში ხუანდი, ცინის სამეფოს მმართველი იყო ძველი წელთაღრიცხვით 246 წლიდან, რომელმაც დაასრულა მრავალსაუკუნოვანი მეომარ სამეფოთა ეპოქა. როგორც უკვე ხვდებით, ვსაუბრობთ ტერაკოტის არმიაზე. გამომწვარი თიხის, ტერაკოტისგან დამზადებული ბუნებრივი მასშტაბის ჯარისკაცების და მათი ცხენების 8099 ცალი ქანდაკება ქალაქ სიანის მახლობლად ჩინეთში. პირველი ქანდაკება აღმოაჩინეს 1974 წელს, შემთხვევით ჭის გათხრისას. ტერაკოტის არმია მდებარეობს ცინის დინასტიის იმპერატორ ცინ ში ხუანდის საფლავთან ახლოს, რომელიც გარდაიცვალა ძველი წელთაღრიცხვით 210 წელს. ცინ ში ხუანდის სამარხი კომპლექსი ქალაქ სიანის აღმოსავლეთით, შენსის პროვინციაში მდებარეობს და აშენდა იმპერატორის სასახლის კონსტრუქციის მიხედვით. კომპლექსი შედგებოდა მრავალი სათავსოსგან, რომლებიც სამარხი ბორცვის გარშემო იყვნენ განლაგებულნი. მავზოლეუმი გარშემორტყმული იყო დატკეპნილი მიწის მტკიცედ ნაშენი კედლით, რომელშიც შესასვლელი კარიბჭეები გაჭედილი იყო. ეს უდიდესი სკულპტურული ჯგუფი 1974 წლის გაზაფხულზე აღმოაჩინა ფერმერთა ჯგუფმა წყლის ჭის გათხრების დროს.
არქეოლოგებმა დაიწყეს ძიება და მიაკვლიეს მიწის ქვეშ დამალულ უდიდეს სივრცეს, სადაც დამარხული იყო მეომრების და ცხენების დაახლოებით 6000 ტერაკოტის ფიგურა. ამის შემდეგ არქეოლოგებმა მეომრებისა და ცხენების ფიგურებით სავსე მეორე და მესამე ორმოც აღმოაჩინეს. სამივე ერთად 20000 კვადრატულ მეტრს მოიცავდა და 8000 ფიგურას აერთიანებდა. ამ ისტორიული საგანძურის უკეთესაცავად პირველ ორმოს დაადგეს შენობა, რომელსაც ლითონის გუმბათის მსგავსი გადახურვა აქვს და უზარმაზარ დარბაზს ქმნის. შენობა 230 მეტრის სიგრძის და 72 მეტრის სიგანისაა, ხოლო 22 მეტრია სიმაღლეში. მასში ფეხბურთის ორი მოედანიც კი თავისუფლად დაეტევა. ტერაკოტის მეომრებისა და ცხენების მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1979 წელს. პირველი ორმოს დარბაზში მდგარი ადამიანი ხედავს დაახლოებით 1000 მეომარსა და ცხენს, რომლებიც მიწიდან უკვე ამოღებული და გაწმენდილია. დანარჩენი ფიგურები კი სათითაოდ გაწმინდეს და ზოგიერთი მათგანი დღემდე გაწმენდის პროცესშია. ცინში ხვანდის სამარხი კომპლექსი იმპერიის ძლიერების გამოხატულება იყო და მისი აგებით ჩინეთის პირველმა იმპერატორმა სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ მსოფლიო ხელოვნების ისტორიაშიც. ტერაკოტის არმია აღმოჩენის მომენტიდან ჩინეთის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა და ამ ქვეყანაში მოგზაურობის მსურველ ტურისტთა რაოდენობა 1-2-რად გაზარდა. მსოფლიო მეცნიერების გაოცებას იწვევს იორდანიაში აღმოჩენილი უზარმაზარი გეოგლიფები. ეს წრეები არ ჩანს თუ მას ზემოდან, ვერტმფრენიდან ან დრონით არ გადმოხედე. მათი დიამეტრი 9 კილომეტრია. პირველად ისინი 1920-იანი წლების მიწურულს აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მეცნიერება და ტექნოლოგიები განვითარებულია, მაინც არ იციან თუ რატომ ან რისთვის შექმნეს ეს წრეები ძველად მცხოვრებმა ადამიანებმა. ერთადერთი რისი გარკვევაც მოხერხდა, იყო ის, რომ გეოგლიფები დამზადდა დაახლოებით 2000 წლის წინათ. ეს მართლაც საინტერესო და იდუმალებით მოცული აღმოჩენაა. მარეის კაცი, რომელიც ავსტრალიის უდაბნოში მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და იდუმალი გეოგლიფია. იგი პირველად 1998 წლის ივნისში აღმოაჩინეს, როდესაც ავიაციის პილოტმა მიწაზე უზარმაზარი გამოსახულება შენიშნა. გეოგლიფი გამოსახავს ადგილობრივ აბორიგენ მონადირეს, რომელსაც ხელში ბუმერანგი ან ჯოხი უჭირავს. მისი სიგრძე დაახლოებით 4,2 კილომეტრია, ხოლო მთლიანი ფართობი 28 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. მარეის კაცი აშკარად ადამიანების მიერ არის შექმნილი, მაგრამ დღემდე უცნობია ვინ ან რატომ შექმნა იგი. გეოგლიფი შექმნილია მიწის ზედაპირის ზედაფენის გაწმენდით, რაც ქვედა უფრო ღია ფერის ფენას აჩენს. მისი ხაზები 35 მეტრის სიგანისაა, რაც უზრუნველყოფს გამოსახულების შორიდან კარგად ხილვადობას. მარეის კაცის წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო არტისტის პროტესტი ან ყურადღების მიპყრობის მცდელობა. ზოგი კი მას უცხოპლანეტურ მოვლენასთან აკავშირებს. გამოსახულება ძალიან ჰგავს ავსტრალიის აბორიგენ მონადირეს, რაც მიანიშნებს, რომ მისმა შემქმნელებმა შთაგონება ადგილობრივი კულტურიდან მიიღეს. დროთა განმავლობაში მარეის კაცი ბუნებრივი ეროზიის გამო ქრებოდა, თუმცა 2016 წელს მისი აღდგენის მცდელობები დაიწყო, რათა ეს უნიკალური ნამუშევარი ხილვადი დარჩენილიყო. მარეის კაცი არა მხოლოდ გეოგლიფი, არამედ იდუმალებით მოცული კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ტურისტებისა და მეცნიერების ინტერესს იწვევს. ეს ნამუშევარი უნიკალური მაგალითია მიწის ხელოვნებისა და გვანახებს თუ რამდენი რამ ჯერ კიდევ ამოუცნობია ჩვენი პლანეტისა და ძველი ერების შესახებ. ჩილეში, ატაკამის უდაბნოში მდებარე უდაბნოს ხელი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული ქანდაკება, რომელიც 1992 წელს ჩილელმა სკულპტორმა მარიო ირარასაბალმა შექმნა. ეს გიგანტური 11 მეტრიანი ქანდაკება ადამიანის ხელის ფორმით არის შესრულებული და თითქოს ქვიშიდან ამოდის, რაც მას განსაკუთრებულად დრამატულ იერს აძლევს. ქანდაკება მდებარეობს ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, ანტოფაგასტადან დაახლოებით 75 კილომეტრში, პანამერიკული გზის გვერდით, რაც ტურისტებს მარტივ ხელმისაწვდომობას თავაზობს. უდაბნოს ხელი აგებულია ბეტონისა და ლითონისგან, რაც მას ეხმარება გაუძლოს ატაკამის უკიდურეს კლიმატურ პირობებს და ის სიმბოლურად ასახავს ადამიანის დაუცველობას, მარტოსულობას და ბრძოლას ბუნების ძალებთან. მისი ლოკაცია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მშრალ უდაბნოშია, ხაზს უსვამს ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის იდეას, სადაც ადამიანის ქმნილობა ამოუცნობ და უკიდეგანო ლანდშაფტში დგას. ქანდაკება ტურისტებისთვის მნიშვნელოვან ადგილად იქცა, რაც ჩილეს კულტურულ მემკვიდრეობას კიდევ უფრო ამდიდრებს. მისი შთამბეჭდავი ზომა და ემოციური სიმბოლიკა დამთვალიერებლებს აღაფრთოვანებს, ხოლო მის ფონზე გადაღებული ფოტოები მთელ მსოფლიოში სოციალურ ქსელებში ვრცელდება. მიუხედავად პოპულარობისა, უდაბნოს ხელზე გრაფიტის ფორმით ვანდალიზმის შემთხვევები ძალიან ხშირად ფიქსირდება. ადამიანებმა ხომ უნდა გააფუჭონ ყველაფერი, თუმცა ჩილეს ხელისუფლება რეგულარულად ახორციელებს მის გაწმენდას და კონსერვაციას. მარიო ირარასაბალის
ამ ნამუშევარმა მსოფლიოს მასშტაბით დიდ აღიარებას მიაღწია, როგორც ხელოვნების და ბუნების უნიკალური ერთიანობის სიმბოლომ. უდაბნოს ხელი არა მხოლოდ ატაკამის უდაბნოს, არამედ მთლიანად ჩილეს კულტურული და ბუნებრივი სიმდიდრის ხატად იქცა, რომელიც მილიონობით ადამიანს იზიდავს თავისი შთამბეჭდავი იერსახითა და ფილოსოფიური მნიშვნელობითაც კი. უძველესი ადამიანი. ნიუ-მექსიკოში ვაიტ-სენსის ეროვნულ პარკში აღმოჩენილი ადამიანის ნაკვალევი, რომელიც ათასწლეულებს ითვლის, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენას, რომელიც ცვლის ჩვენს წარმოდგენას ამერიკის კონტინენტზე ადრეული ადამიანის არსებობის შესახებ. ეს ნაკვალევი დაფიქსირდა მშრალი ტბის ფსკერზე, სადაც ტალახში ჩაჭედილი ნაბიჯები ათასწლეულების განმავლობაში შენარჩუნდა. მეცნიერებმა რადიოკარბონული დათვალიერების შემდეგ დაადგინეს, რომ ადამიანები ამერიკაში ყინულის ხანის პერიოდში ცხოვრობდნენ, რაც ათასობით წლით ადრეა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ნაკვალევის განლაგება მიუთითებს, რომ იქ მოზარდები და ბავშვები იმყოფებოდნენ, რაც გვაძლევს წარმოდგენას მათი ყოველდღიური ცხოვრების, სოციალური ქცევისა და საქმიანობის შესახებ. მათი თანაარსებობა მამონტებთან და გიგანტურ ზარმაცებთანაც კი. ეს ყოველივე კი იმას მიანიშნებს, რომ ისინი ადაპტირდნენ იმ პერიოდის მკაცრ გარემოში. ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის განვითარებას და მიგრაციის შესწავლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მანამდე ფიქრობდნენ, რომ ადამიანები ამერიკაში ბერინგის სრუტის გავლით მოვიდნენ. ვაიტ-სენსის ნაკვალევი არა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე ადრეული ადამიანების ისტორიის გადახედვას მოითხოვს, არამედ გვიჩვენებს, როგორ შეძლეს მათ გადარჩენა და ადაპტაცია ყინულის ხანის მკაცრ პირობებში. ეს ნამარხები უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდიან ჩვენი წინაპრების ცხოვრების, კლიმატური პირობების და ეკოლოგიური გარემოს შესახებ, რაშიც ისინი ცხოვრობდნენ. ვაიტ-სენსის კვლევები გრძელდება და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა კიდევ უფრო მეტ დეტალს გამოაჩენს ადრეული ადამიანის მიგრაციისა და არსებობის შესახებ, რაც ახალ ფურცელს გადაშლის ადამიანის განვითარების შესწავლაში.